სანდრო, მოგესალმები, მიხარია რომ ჩვენთან ერთად იზიარებ შენს წარმატებას. მითხარი, როდის და რომელ გუნდში იწყება შენი საფეხბურთო კარიერა? მოგესალმებით. 5 წლიდან იწყება ჩემი საფეხბურთო კარიერა საბურთალოში. ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, 2 წლიდან ფეხბურთი იყო ჩემთვის ყველაფერი. ბურთით ვიხუძებდი და ბურთით ვიძინებდი. და ამიტომ 5 წლის ასაკში მშობლებმაც გადაწყვიტეს, რომ შევსულიყავი ფეხბურთზე, მაგრამ მამა ჩემი მორაგბე იყო, სპორტსმენი იყო, მაგრამ თვითონ არ დაუძალებია არაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე ავირჩიე მეთამაშა ფეხბურთი. 14 წელი იყავი იბერიაში, რაც საკმაოდ დიდი დროა. გაგვიზიარე გუნდში გატარებული ეს პერიოდი და გამოცდილება, რომელიც ამ წლებმა მოგცა. 14 წელია რაც საბურთალოში ვიყავი და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე მომცა საბურთალომ, ჩავმოყალიბა ფეხბურთელად, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ საბურთალოში და სწორედ ეროვნულ ლიგაში საბურთალოს მაისურით შედგა ჩემი დებიუტი, ამიტომ მადლობა ყველა იმ ფეხბურთელ სტაფს და პრეზიდენტს, რომელსაც მიუძღვის ჩემ აღზრდაში წვლილი. შენი პირველი უცხოური ტრანსფერით წარმატებით შედგა და სლოვაკეთის ჟილინაში აგრძელებ კარიერას. მითხარი, როგორი გარემო დაგხვდა, როგორ შეეგუე ახალ კლუბს და ტემპს, რომელიც დიდ ფეხბურთში გადასვლას მოჰყვა? იანვრიდან ვარ ჟილინაში, თავიდან ცოტა ძნელი იყო შეჩვევა, მაინც მარტო მომიწია წასვლა, მაგრამ შემდეგ მივეჩვე. ერთი განსხვავება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ის იყო, რომ უფრო ტემპი იყო აქ სწრაფი და უფრო ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო. ამიტომ პირველი რამდენიმე თვე ცოტა ასე ვთქვათ გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ უკვე მივეჩვე იმ ტემპს და სიძლიერეს, რაც სლოვაკეთში არის. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებზეც მინდა რომ ვისაუბროთ. U15-დან დაწყებული U21-ის ჩათვლით ყველა ასაკობრივი გავლილი გაქვს. მითხარი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ფეხბურთელისთვის ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაში, რადგან როდესაც შენი ქვეყნის ფორმას ატარებ და შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ, ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე მაგარი გზნობა. ამიტომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებით ჩატარებული ყველა მატჩი. საქართველოს 19 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც არის შენს ანგარიშზე. რას ნიშნავს შენთვის მსგავსი აღიარება და რა ემოციებით იხსენებ ამ პერიოდს, გითხარი? კი, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში კაპიტანი ვიყავი ვასილ მაისურაძის გუნდში, ამიტომ დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო, რადგან მენდო და დამნიშნა კაპიტნად. და ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც 19 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და ეს ემოციები კარგი იყო ჩემთვის და ვფიქრობ, რომ გამომადგა შემდეგი ნაბიჯებისთვის, რადგან მოტივაცია მომეცა უფრო კარგი ყოფილიყო. უნდა გავიხსენოთ შენი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს U21-ის მატჩში მალტასთან თამაში, სადაც 4-0-ას შენი თავური გოლით დააფიქსირე ანგარიში და ამის შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებშიც გამოგიძახეს. მითხარი, რა ემოციებით იხსენებ ამ შეხვედრას და საერთოდ იმ წარმატებულ ციკლს, რომლითაც ახალგაზრდულმა ნაკრებმა გაგვანებიურა? კი, რა თქმა უნდა, ნაკრებში გატანილი გოლი ყოველთვის ძალიან ემოციურია, რადგან ήταν საქართველოსთვის და ამიტომ ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან პირველი გოლი იყო 20 წლამდე ნაკრებში, ამიტომ ძალიან გამიხარდა. და რაც შეიძლება ვთქვა საქართველოს 20 წლამდე ნაკრებზე უკვე ძალიან მიგვაჩვიეს მათ ევროპაზე ასპარეზობა, ამიტომ ძალიან კარგი არის ეს სწორად ქართული ფეხბურთისთვის და ერთ-ერთი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რამა ბატონ რამასვანაძეს, რომელიც ამ გუნდს რამდენიმე წელია ასრულებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია და იცის თუ როგორ უნდა მიუდგეს ახალგაზრდებს. და მისი დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს 20 წლამდე ნაკრები ძალიან ბევრ წარმატებას აღწევს. აუცილებლად უნდა მოგილოცო ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. მართალია ამჯერად შენი დებიუტი არ შედგა, მაგრამ ყველამ ვიცით რა დიდი ოცნებაა ქართველი ფეხბურთელისთვის ეროვნული მაისურით მოედანზე გასვლა, ხო? მითხარი, რა იყო შენი პირველი ემოცია, როცა გაიგე რომ ნაკრებში გამოგიძახეს, როგორ ჩაიარა ვარჯიშებმა, როგორ მიგიღეს უფროსმა თანაგუნდელებმა და თუ მოგცეს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი რჩევა, რასაც ფიქრობ რომ აუცილებლად გამოიყენებ? კი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს, არ ველოდი, იმიტომ რომ მივდიოდი 20 წლამდე ნაკრებში და დამირეკა ზურაბ ხიზანიშვილმა და ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა. და ვიცოდი რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ძალიან თბილი გარემო იყო, მაგრამ ესეთი თბილი თუ იქნებოდა არ მოველოდი, რადგან ყველა ძალიან მეგობრულად დამხვდა და ასე ვთქვათ, ყოველდღე რჩევებს მაძლევდნენ. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რჩევები მივიღე თანაგუნდელებისგან, რადგან ჭირდებოდა რჩევები და ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ამ გამოძახების და ვფიქრობ, რომ იმედია შემდეგშიც ვიქნები ამ ნაკრების წევრი. და აუცილებლად უნდა გკითხო, როგორია შენი სამომავლო გეგმები და საფეხბურთო მიზანი, რომელიც გინდა რომ აისრულო? კი, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ეხლა სულად ფოკუსირებული ვარ ჟილინასთან ერთად ჩემპიონობაზე, რადგან კარგი შანსი გვაქვს ჩემპიონობის, ამიტომ პირველ რიგში შევეცდები რომ მართლაც ერთად გავხდეთ ჩემპიონი. და შემდეგ როგორც წარიმართება ყველაფერი ჯერ არ ვიცი. და რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი და ოცნება ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრი გავხდე და
ვითამაშო ტოპ 5 ლიგაში. ესე გამორჩეულად არც ერთი ლიგა არ მაქვს, მაგრამ უფრო გერმანიის სტილი მომწონს და ვფიქრობ, რომ გერმანიის ბუნდესლიგა კარგი იქნება ჩემთვის მომავალში. ჯერა რომ ყველაფერი გამოგივა და გვასახელებ. წარმატებებს გისურვებ. ბედნიერად. დიდი მადლობა თქვენ პირიქით.